დილამშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუს რუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კი თავდაპირველად ბერდია სიჭინავასთან ერთად შევაფასებთ. სამართლის აღსრულება თუ პოლიტიკური ველის მოსუფთავება როგორ უყურებს პატიმრობის განაჩენს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც ერთი მეორის მიყოლებით აკავებენ. მაშასე დღევანდელ გაცემას სწორედ იმ ვითარების შეფასებით დავიწყებთ და გავხსნით, რომელშიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უწევთ ცხოვრება, ვიწყებთ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. არალეგიტიმურმა ქართული ოცნების რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზრაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა, რითაც რეპრესიები გააძლიერა. ამის შესახებ კონგრესმენი ჯო ვილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ვილსონის განცხადებით სენატმა მეგობარი აქტი უნდა მიიღოს. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანრიო ხანაშვილს მოусმნენ. ხანაშვილი პარლამენტში სუსის ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის სუსმა პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარუდგინა. რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საავტომობილო მოძრაობა უწყვეტი პროტესტის 208 დღესაც გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ირანის ჩრდილო-დასავლეთით ისრაელის მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 10-ობით დაიჭრა. CNN-ის ცნობით ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია რეგიონულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება. სახელმწიფო სააგენტო ტასნიმის ინფორმაციით გილანის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა და 4 საცხოვრებელი სახლი განადგურდა. მაშასე ეს არის დღის ნიუს რუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ბერდია და მოგესალმებით რელა მივესალმებით პალიტანიუსის მოყოლებს. ბატონ ბერდია, რა თქმა უნდა ვიწყებთ იმ განჩენის შეფასებით, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეებზე დგება. ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზრაძეს, ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა. ამ წუთებში მიმდინარეობს გიორგი ვაშაძის საქმეზე დასკვნითი სხდომა და არის მოლოდინი, რომ იგივე იქნება გაწყვეტილება როგორც ვაშაძის, ისე სხვა დანარჩენი იმ პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც ასევე არ ითანამშრომლეს საგამოძიებო კომისიასთან. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ საქართველო ასე ეხმაურება და აი ამ კითხვას სვამს მაგალითად გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი. რა არის გერმანელი დიპლომატის კითხვაზე თქვენი პასუხი? რა თქმა უნდა, ოცნების რეჟიმი დიქტატურის დასამყარებლად ემზადება, სწორედ ამის გამოძახილია პოლიტიკური ოპონენტების განადგურება, NGO სექტორის განადგურება, მედია სექტორის განადგურება, ნებისმიერი იმ ოპონენტის განადგურება, რომელიც ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენასთან არის შეუთავსებელი, ხო? გარდა იმისა, რომ კონკრეტულად ფიზიკურად ატყვევებენ და აპატიმრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, რომელიც მათგან განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, თქვენ იცით, როგორ რეპრესიულ კანონმდებლობას იღებენ. მაგალითად, გუშინ გადავალეთ თვალი, სასამართლო სხდომის დარბაზში უკვე იგრძალება გაშუქება სასამართლო სხდომების, რაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა ნახოს ის უსამართლობა, რაც დღეს სასამართლო დარბაზებში არის გამეფებული. მეორე მხრივ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ჩარჩო შეზღუდვების დაწესება, რასაც აკეთებენ. ფარას ეგრეთ წოდებული ვითომ კანონმდებლობა, რომელიც რეალურად NGO სექტორის გასაგუდად და თავისუფალი ადამიანების, რომლებიც აი ამ საქმიანობაში არიან ჩართული, მათ გასაგუდად არის გაკეთებული. მედია სექტორის შემზღუდავი კანონი ნახეთ თქვენ, რომლის ძირითადი მიზანიც, რა თქმა უნდა, რაღაცა მედია სტანდარტის ამაღლება და დაწესება კი არ არის, რა თქმა უნდა, მედია საშუალებების განადგურება, რომელთაც ეგრძალებათ ფაქტობრივად უცხოური დაფინანსების მოზიდვა იმისთვის, რომ გადაარჩინონ და მედია მაუწყებლობა გააგრძელონ და ადამიანებს მიაწოდონ სიმართლე. ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით ნაკარნახევი, რაც ემსახურება ივანიშვილის ხანგრძლივად ძალაუფლებაში დარჩენას, რაც დემოკრატიულ ფასეულობებთან, ღირებულებებთან არის შეუთავსებელი. რაც უფრო მეტი ადამიანი ილაპარაკებს ამ ქვეყანაში სიმართლეზე, თავისუფლებაზე და რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ეს მისი ძალაუფლებისთვის არის გამოწვევა. სწორედ ამით არის ნაკარნახევი ბიძინა ივანიშვილის ეს რეპრესიული ნაბიჯები, მაგრამ ერთი მხარე არის ეს და მეორე მხარე არის ის, რომ
იმავდროულად შენ ავტოკრატიას შეიძლება აშენებდე ქვეყანაში ან დიქტატურას აშენებდე, მაგრამ ამავდროულად რაღაცა იდეოლოგია შეიძლება გაგაჩნდეს, მაგრამ ეს იდეოლოგია არის რამ ადამიანების კორუფციაში ყოფნა, მეტი ფულის შოვნა, რაც არ უნდა გამოაცხადონ ეხლა თითქოს რაღაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამეულში შედიან ან რაღაცა ვიღაც საჩვენებლად არკავებენ ადამიანებს, ეს არის ჩამყაყებული რეჟიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე კორუფციულ ძალაუფლებას შეფრენო სიტუაციაზე კრიტიკული შეფასებები ისმის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ აი შფოთავს ევროპა და ამერიკა. პეტერ ფიშერის პოზიცია ვახსენეთ და ახლა ჯო უილსონის განცხადებასაც გადავხედოთ. არალეგიტიმურმა ქართული ოცნების რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერები უკანონოდ დააკავა. ივანიშვილი კომუნისტური ჩინეთის სამსახურში მყოფი ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის უილსონის პოზიცია. აღმოჩნდა თუ არა ქართული ოცნება იმაზე ასე ვთქვათ რთული და მძიმე მოწინააღმდეგე და პოლიტიკური მეტოქე, ვიდრე ფიქრობდით და რამდენად მოგიწევთ ოპოზიციურ პარტიებს გეგმების შეცვლა, ახალ დღის წესრიგზე ასე ვთქვათ გადასვლა იმის ფონზე, რაც უკვე ქართულმა ოცნებამ დამართა ოპოზიციურ სპექტრს. რა თქმა უნდა, ეხა ინფანტილური არავინ არ იყო, ვინც იფიქრებდა, რომ ესე რომ ვთქვათ, სუსტი მეტოქე არის ოცნების რეჟიმი და ხელისუფლება, იმიტომ რომ ძალაუფლების აბსოლუტურად ყველა ბერკეტი უჭირავთ ხელში, დაწყებული საკანონმდებლო ხელისუფლებით, აღმასრულებელი ხელისუფლებით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ფაქტიურად მიტაცებულია ერთი პარტიის მიერ და ჯიბეში უზის სასამართლო ხელისუფლება მათ ხელშია და აი ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რეჟიმთან ბრძოლა არის რთული, თუმცა აქ ჩვენ გვჭირდება უკომპრომისო გადაწყვეტილებები და თქვენ კითხულობდით ახლა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩის განცხადებას, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩვენ შეშფოთებაზე მეტი გვჭირდება მხარდაჭერის თვალსაზრისით ახლა, იმიტომ რომ არ ვართ მარტივ სიტუაციაში და შეშფოთებები და აღშფოთებების მიღმა კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები უნდა ისმოდეს და კონკრეტული ქმედებებს უნდა ხედავდეს ქართული ხალხი. ქართული ხალხი დღეს აი ამ ურჩხულთან, ამ მონსტრთან არის მარტო პირისპირ დარჩენილი და ერთადერთი თავისი გამძლეობის, თანმიმდევრობის და თავისი ისტორიული გენეტიკის იმედად არის დარჩენილი და ჩვენ გვჭირდება ყოველთვის როგორც წარსულში გვჭირდებოდა ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომლებიც გვეხმარებოდნენ და ამ ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს შემოტანილი ბოლოს 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და მხარდაჭერის თვალსაზრისით იქნება თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით იქნება, იგივე ფერმერების დახმარების თვალსაზრისით იქნება, თავისუფალი მედიის მხარდაჭერის თვალსაზრისით იქნება, ძალიან ბევრი გვჭირდება ახლა ჩვენ გვჭირდება რომ მარტო არ დავრჩეთ ამ ოცნების ეგრეთ წოდებულ რეჟიმთან და კონკრეტული ქმედებები გვჭირდება ჩვენ ამისთვის. ძალიან მკაფიო უნდა იყოს დასავლეთის პოზიცია ოცნების რეჟიმთან მიმართებით, მათ შორის ამ გზავნილებთან მიმართებით. აი მაგალითად 26 ივნისზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იგეგმება საქართველოს საკითხზე დებატების გამართვა. გუშინ იცით რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე. საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა. ციტატა: ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას, ამბობს კოსი, თუმცა აი მართლაც ჩნდება კითხვა, სად და რაში ჩანს ევროკავშირის ეს გაძლიერებული მხარდაჭერა. აი რა არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რასაც პარტნიორებისგან ელოდებით და მეორე მხრივ რამდენად შეუძლია ევროპას და ამერიკას უფრო მეტის გაკეთება ამ პროცესში? ჩვენ აბსოლუტურად ძალიან კარგად გვესმის, რომ შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე პარტნიორია, ქართული ხალხის მტკიცე მხარდამჭერია, მათ შორის ტრამპის ახალი ადმინისტრაციაც. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირი არის კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის მატარებელი ორგანიზაცია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქართული ხალხი უნდა ხედავდეს მათ შორის კონკრეტულ ნაბიჯებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობარი აქტის მათ შორის მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობარი აქტი უკვე კანონის სახეს მიიღებს სენატში ორპარტიული მხარდაჭერის შემდეგ. მე ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი შეძლებს დაძლიოს უნგრული და სლოვაკური
ვეტო აი ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან ხშირად ეფექტურად იყენებს ხოლმე ეს ოცნების რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ მომხრე, რომ სანქციების რაიმე ტიპის სახის ეს შემზღუდავი ნორმა შეეხოს ჩვენს მოქალაქეს, იგივე ვიზა ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, თუმცა ევროკავშირი უნდა იყოს აქტიური პოლიტიკის მატარებელი იმ ადამიანებთან, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც ამ რეჟიმის საყრდენი არიან. მე არ ვსაუბრობ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც შეიძლება ეხაც დასანქცირებულია და დასანქცირების რეჟიმშია. ეს სანქციები უნდა შეეხოს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ უკანონობაში არის ჩართული. ეს სანქციები უნდა შეეხოს რეჟიმის სპონსორ ბიზნესებს, პირდაპირ გეუბნებით ბიზნესმენებს. ისინი არ არიან კონტრიბუტორები ამ ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე შემომტანები. ისინი პირიქით ამ ქვეყნის ბიუჯეტს ასხედან და პარაზიტებივით წოვენ, ხო? მე მინახავს ბიზნესმენს ეძახის ადამიანის საკუთარ თავს და მისი ბიზნესი რა არის, იცით? არც ნოვატორობა აქვს რამის, არც გამომგონებელია რამის, არც ექსპორტზე გააქვს პროდუქცია, არც რამის შექმნით არის დაკავებული. ერთადერთი რითიც არის დაკავებული ტენდერში მონაწილეობით, როგორმე სადღაც სახელმწიფოს ფულს მიაჯდეს პარაზიტივით და იქიდანაც რაღაცა მოიპაროს, ამ მოპარული ფულიდან ატკატი ვიღაცას წაუღოს, აი ამას ეძახიან, აი ეს ცეხავიკები, ბიზნესმენები საკუთარ თავს და აი ესეთი ბიზნესები ყველა აბსოლუტურად უნდა იგრძნონ მათ კონკრეტული პოზიცია რა იქნება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ან როგორ წარმოუდგენიათ ბიზნეს გარემოს წარმოება ავტოკრატიულ სახელმწიფოში ჩვენ არანაირი რესურსი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს რომ ამ ქვეყანაში ავტოკრატია შეძლოს და არჩინოს იმიტომ რომ არც ბუნებრივი რესურსები აქვს და სანდო პარტნიორიც ვერ იქნება სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რომელიც დასავლეთ შეიძლება ჭირდებოდეს აი ამ პირობებში ავტოკრატიის აშენებას ჭირდება რესურსები რომელიც ივანიშვილს არ აქვს და აი ამ საქმეში ჭირდება ჩვენ დახმარება რომ მაქსიმალურად კაფეო იყოს გადაწყვეტილება ხდება გუშინდელ შეხვედრაზე რომელიც ევროკავშირში გაიმართა იმსჯელეს რიგი ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხზე მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გააკეთა ამ საკითხზე განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ სასჯელები უკიდურესად მკაცრია იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ მოსამართლეებისთვის რომლებიც რეპრესიულ ღონისძიებებს ახორციელებენ თუმცა ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და საკითხს ივლისში დავუბრუნდებით თუ ამბობს კაია კალას. აი ივლისში და ერთ თვეში რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს დამატებითი სანქციების შემოღების საუბრობდი ზუსტად რომ ივლისში იმედი მაქვს კონსენსუსი შედგება ამ გადაწყვეტილებასთან. რა გაძლევთ ამ იმედის სხვა შემთხვევაში ინდივიდუალურად შეუძლიათ ქვეყნებს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რასაც ევროკავშირის კონსენსუსური გადაწყვეტილება საბჭოს ფორმატი და მინისტერიალი არ ჭირდება და გადაწყვეტილებაც ევროპული საბჭოს გარეშე შეუძლიათ მიიღოთ რიგმა სახელმწიფოებმა და მე იმედი მაქვს რომ ძალიან კაფეო ხაზგასმული პოლიტიკა იქნება დასავლეთ საქართველოსთან მიმართებით ქართული ხალხის მხარდაჭერით. შეშფოთება, აღშფოთება ვიცით, მაგრამ ქართული ხალხიც უკვე ძალიან დაიღალა რეჟიმთან ბრძოლით, უკომპრომისო და 200 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე ადამიანი აპროტესტებს. ვიღაცამ ხო შეიძლება ესე რომ ვთქვა და ბევრი გვინახავს ესეთი ადამიანი, ვინც ბრძოლაში ხელი ჩამოუშვა. მაგრამ ეს ენერგია საპროტესტო ხო არსად არ გამქრალა, ადამიანების პროტესტი არსად არ გამქრალა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული, რა თქმა უნდა, გზამკვლევი, რა გზამკვლევი ექნება, მათ შორის დასავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და კონკრეტულ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს ოცნების რეჟიმთან ურთიერთობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ახალგაზრდა ბიჭები, აი რომლებიც სტუდენტები უნდა იყვნენ აი ცხოვრებით უნდა ტკბებოდნენ დღეს კრიმინალების გვერდით ცხედან ციხეში მე კრიმინალებს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას ყველამ საჯელი უნდა მოიხადოს მაგრამ ესენი უდანაშაულო ადამიანები ცხედან ციხეში და აი ძვირფას წლებს რომლებსაც თავიანთ მეუღლეებთან შვილებთან თავიანთ თანატოლებთან მეგობრებთან უნდა ატარებდნენ საპატიმრო დაწესებულებაში ქართველი ქალის უდანაშაულო ქალის დაკავება ხო ჩვეულებრივ ამბად იქცა უკვე ქალბატონი მზიას დაკავება ხო ჩვეულებრივ ამბად შემოგვასაღეს მეორე თითქოს რაღაცა სილა გააწნა ვიღაც პოლიციელს და აი მის გამო ისჯება თურმე ეს ადამიანი ხო ახლა კიდე ნინო დათაშვილზე მეორე მხრივ ასობით დალეწილი ახალგაზრდა იწვას ავადმყოფოში გაზით გაგუდული პირდაპირ მნიშვნელობით წამსადენი გაზით როგორცაც და ფიზიკური შეურაცხყოფა მიყენებული, დამცირებული, ჩაფურთხებული, უკანონოდ დაკავებული ერთი ადამიანი სამაგალითოდ არ დაუჯიათ, ერთი ადამიანი. აი ერთი რომეო სამართალდამცავი არ ყოლიათ. ხო შეეძლოთ აი რომეოსავით ვიღაცა აერჩიათ ერთი ადამიანი, რატომ იცით? იმიტომ რომ ძალოვან სისტემაზე დგას რეჟიმი. სხვა რესურსი მას არ გააჩნიათ, როგორც ღვევის ნიშნები იქნება და
პრეცედენტი ვინმეს დაჟის, რა თქმა უნდა, ეს იქნება ბადობერდია, ისევ ოპოზიციის მიმართ შეტევას მინდა დაუბრუნდეთ და ახლა უკვე თქვენი პარტიის ლიდერზე ვისაუბროთ. გიორგი გახარიამ პირველ ჯერზე ითანამშრომლა საგამოძიებო კომისიასთან, პარლამენტში მივიდა და კომისიის კითხვებს უპასუხა. პრინციპში მეორედ დაბარებაზეც იგივე მზადყოფნას აფიქსირებთ, თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ ეს თანამშრომლობა სავარაუდოდ ვერ გადაარჩენს თქვენი პარტიის ლიდერს. აი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში დაწყებული გამოძიება და პროცესი, რომელიც სხვა შორის ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. უნდა ნიშნავდეს თუ არა თქვენი შეფასებით იმას, რომ მალე გიორგი გახარიას წინააღმდეგაც სავარაუდოდ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და აღიძრება უფრო მძიმე ამბავზე და მძიმე მუხლით, ვიდრე ეს არის საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა. ლელა, მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, გიორგი გახარიას დასამალი არავისთან არაფერი არ ქონია. პირველ სხდომაზე მივიდა, მათ შორის ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. მეორე შემთხვევაში მზაობა განაცხადა მას შორის დისტანციურ ჩართვაზე და რატომღაც დისტანციურ ჩართვაზე ეუბნებიან უარს, აი სრულად აუხსნელი მიზეზით. იქ გუშინ გამოვიდნენ და სისულელეები ელაპარაკეს, თითქოს აი შეიძლება გაგვითიშოს შუა კი შეკითხვების და ინტერვიუს დროს აი წარმოუდგენელ სიგიჟეებს ამბობენ, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი რა არის გიორგი გახარიას ქართული მიწის შვიდობიანი დაცვისთვის ედავებიან. იმისთვის ედავებიან გიორგი გახარიას, რომ შვიდობიანად შეერჩერა მცოცავი ოკუპაცია საკუთარ მიწაზე. საკუთარ მიწაზე არ დაუშვა ბორდერიზაციის და მავთუხვართების გაბმის ფაქტი. აი ამას ედავებიან გიორგი გახარიას და ყველა ადამიანმა მინდა იცოდეს, ეს არ არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა, რომელსაც ერთი ადამიანის დავალებით ეს ადამიანები ასრულებენ. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ქრონიკა, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს და ნურავის ექნება ილუზია, რა დროც არ უნდა გავიდეს, რომ ჩორჩანას საკითხზე პასუხისმგებლობას გაექცევა, ნურც კომისიის წევრებს, ნურც ცრუ მოწმეებს, ნურც იმ ადამიანებს, რომლებიც აი ბინძური საქმის შეკერვაში არიან ჩართული, იმიტომ რომ ყველას პასუხისმგებლობა აბსოლუტურად დადგება პასუხისმგებლობა ისე, რომ საკუთარ შვილებს შეზიზღდებათ ეს ადამიანები, პირდაპირ გეუბნებით, საკუთარ შვილებს შერცხოვებათ საკუთარი მშობლების, იმიტომ რომ აი ამ საქმეში იყვნენ ჩართული, იმიტომ რომ ეს არის პრეცედენტი, როდესაც ზუსტად იგივე ნარატივზე სხედან, რა ნარატივზე სხედან რუსი ოკუპანტები და მათი მარიონეტული რეჟიმის სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის სახით. ზუსტად ბიბილოვი როგორც ხიჭვს უწოდებს პირდაპირ ფორმით ჩორჩანას საგუშაგოს, ზუსტად ასეთ ხიჭვად მოიხსენიებს დღეს ოცნების ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს. თქვენ იცით, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულმა მარიონეტულმა რეჟიმმა რო გამოძიება დაიწყო? აი ამ გამოძიების გაგრძელებაა დღეს, რასაც აი ეს კომისია ამიტომ გიკითხეთ ზუსტად ელოდებდით გახარიას წინააღმდეგ ყველა სცენარისტის რა თქმა უნდა ვიყოთ მზად, იმიტომ რომ ესენი არიან უკვე შეშლილები. წარმოუდგენელი ესენი სახელმწიფო საჭესთან შეშლილი სახით ცხედან და მიგვაქანებენ უსკრულისკენ. თვითონაც გადაიჩეხებიან, მაგრამ რაც თვითონ აუცილებლად გადაიჩეხებიან, მაგრამ რაც ყველაზე მძიმე არის ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებენ. პრეცედენტს ქმნიან, რომ ასიამოვნონ მარიონეტულ რეჟიმებს რუსული ოკუპაციის, ამიტომ ჯამში თქვენი პარტიის ლიდერს 2 ივლისამდე აძლევს კომისია ვადას, რომ პარლამენტში მივიდეს და ჩორჩანას საკითხზე კითხვებს უპასუხოს. კი ბატონო, თქვენ დღესაც თქვით, გუშინაც ითქვა თქვენი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ გახარია ისევ დისტანციურად არის მზად კითხვებზე საპასუხოდ. ამაზე ჩაგეკითხებით, აი რატომ დისტანციურად? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს? არა, ესეთი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა ახლა ადრეა. გიორგი, თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ვიზიტები რამდენიმე კვირით ადრე იგეგმება ხოლმე და ეს არ არის რაღაცა ერთდღიანი და ორდღიანი ვიზიტები, რამდენიმე სახელმწიფოში დაგეგმილი ვიზიტებია საერთაშორისო ვიზიტების პარალელში. რამდენიანი ვიზიტით არის წასული უცხოეთში? ახლა ამ კალენდარს ჩვენ არ უთანხმებთ არც კომისიას აქვს შესაძლებლობა საკუთარი დებულებით დისტანციურად ჩართოს გამოსაკითხი პირი და მისგან მოისმინოს ახსნა-განმარტებები. მეცაც გეტყვით, ასეთი შემოთავაზება გიორგი გახარიამ პირველი ინტერვიუს დროს მიიღო. თუმცა მაშინ საქართველოში ჩამოდიოდა და მისცა პირადი ინტერვიუ საგამოძიებო კომისიას. მას შეკითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ აქვს. პირველი პრეცედენტი იყო, როცა კომისიამ თავად თქვა ეხა უარი დისტანციურ ჩართვაზე. 2 ივლისსაც გიორგი გახარია ძალიან კარგად იციან მათ, რომ საზღვარგარეთ იქნება მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ზუსტად იციან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დისტანციურად გთავაზობ.
თქვენი მიზანი ხო ის არის, რომ შეკითხვებზე მოისმინოთ პასუხი. აგერ გაძლევთ ამ შესაძლებლობას, რომ დასვათ ეს შეკითხვები და პასუხები მოისმინოთ. თუ არ გინდათ ეს და აი თამაშით აპირებთ თქვენ ჩორჩანის საქმის ჩაფარცხოს ძალიან დიდი ბოდიში. არ გამოვა ასე. დაბრუნდება გიორგი ხარია საქართველოში სტოვებს ქვეყანას იმ ფონზე, როცა მოსაოდნელია რომ მის წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად ეს გარემოება ბევრს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხარია ამაზე საუბარი პირდაპირ გაიქცა საქართველოსთან და აღარ დაბრუნდება. ამ კუთხით გამოთქმული ეჭვებს რას უყურებს? ეს არის სისულელე, იმიტომ რომ წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებშია წასული. მე არ ვიცი რა სიგიჟეს მოიფიქრებენ ამ დღეების განმავლობაში ეს ადამიანები, თუმცა იმაზე საუბარი გიორგი ხარია სადღაც წავიდა, სადღაც გაიქცა, ამაზე საუბარი არის მტკნარი სიცრუე. თუ ეხა მაინც და მაინც თია წულუკიანს უნდა პირადად ჩახედოს გიორგი ხარიას თვალებში, ეგ არ ვიცი და ეს თუ ხუშტური არის კონკრეტული კომისიის წევრების და ამ კომისიის გადაწყვეტილების, მაგრამ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ეხა გურამ მაჭარაშვილს რო ფიზიკურად არიჯდეს ან იმას სხვა ადამიანებს იქ სოზარ სუბარს კომისიაში ჩაერთოს დისტანციურად და მისცეს ჩვენება. თუ მიზანი რეალური ის არის, რომ მოისმინონ მისგან ახსნაგან მარტება. თუ მიზანი ეს არ არის და ჩორჩანის საქმე ჩაფარცხვა უნდა, როგორც თავიანთი ტელევიზიებით, აი ბინზური, აი სალაფავის მომზადებელი ტელევიზიებით აკეთებენ აი ყველაფერს, ხო? რაღაც დაგაბრალებენ, მე იმის თქმის საშუალებები არც მიგიწევენ, რომ პასუხი გაციან ამ ბრალდებით. თუ მსგავსად აპირებენ, ეს ესე ვერ იქნება. ჩორჩანასთან დაკავშირებული საკითხი ესე ვერ იქნება. გუშინ ძალიან კარგად თქვა ბატონმა გოგიჩაიშვილმა ტელევიზიის ეთერში, რომ ეს არის თია ჩოჩიევის კომისია. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. აი ამ კომისიის წევრებისთვისაც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც, ამ ქვეყნისთვისაც წარმოუდგენელია საკუთარ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც საკუთარ კონტროლირება ტერიტორიაზე საგუშაგოს აგებით მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა შეუნარჩუნა ამ ქვეყანას ასამართლებდე. ბრალს დებდე, საქმეს ბინძურად უკერავდე, ზუსტად ისე როგორც დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმები უკერავენ აი ამ საქმებს და 2019 წლიდან როგორც ჩანს გამოძიებაა. ამის მერე ხო დააწინაურეს. ნდობა ხო გამოუცხადეს ერთხელ პრემიერ-მინისტრად, მერე მეორედ პრემიერ-მინისტრად და დღეს გამოდიან აი და აი ესე თუთი ყუშებივით იმეორებენ თითქოს deep state-დან გაისმა ზარი და რის საფუძველზეც ეს ამ ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება გიორგი ხარიას პრემიერ-მინისტრად დანიშნვაზე. თუ ადამიანი აი სწორად მოქალაქეებმა რო გაიგონ, აი ამ ლოგიკას რომ მიუყვეთ, ადამიანი იყო პროვოკატორი, ომის ესკალაციის საფრთხეს უქმნიდა აი ამ ქვეყანას. ასეთი ადამიანი პრემიერად როგორ დანიშნე, აი ამ დანაშაულში მონაწილეობა როგორ მიიღე? ანუ შენ ომისთვის გასწირე ეს ქვეყანა, რაც არ უნდა deep state-დან ზარი ყოფილიყო. ესე იგი ამ დანაშაულის თანამონაწილე ხარ? ვინ არის ეს ადამიანი, ვინც ზარი მიიღო deep state-დან და ეს გადაწყვეტილება მიიღო? დაასახელა. ბიძინა ივანიშვილი იყო ეს ადამიანი? სხვა ადამიანი იყო ესა? ვინ დარეკა? აი რომელმა სახელმწიფომ დარეკა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელმა დარეკა. ამიტომ ჩემო მეგობრებო, დარწმუნებული ვარ მე ოცნების ის მხარდამჭერებიც მისმენენ, რომლებაც 26 ოქტომბერს ოცნება გააფერადეს და ოცნებას დაუჭირეს მხარი. სიგიჟეში გვაცხოვრებს დღეს ოცნება. თუ გონიათ რომ პოლიტიკურ ოპონენტებს გაანადგურებს, მედიას გაანადგურებს, ახალგაზრდებს ციხეში ჩასვამს და თქვენ არ მოგადგებათ, აი როგორც კი ჩვენს განადგურებას დაასრულებს და ამას ნამდვილად შეიძლება ვერ მოესწროს, მაგრამ თუ დაასრულა ეს პროცესი, მერე თქვენ მოგდგებათ, თქვენი დამცველი არ იქნება ადამიანი, სამართალს ვერ იპოვით, სიტყვას ვერ გააჟღერებ და ვერ მიიტანთ თქვენს ტკივილს და თქვენს ჩაგორას ადამიანებამ და ეს იცოდეთ და ამის გეშინოდით. ეს დრო არ არის შორს, ამიტომ დროზე მოეგეთ გონს, თქვენს ხელში ძალიან ბევრი ბერკეტია. მათ შორის საჯარო მოსამსახურეებს მინდა მივმართო, რომლებმაც წლები აშენეს თავიანთი რეპუტაცია და თავიანთი კეთილსინდისიერებით აი ამ ქვეყანას ემსახურებიან. ძალიან ბევრი რამეა თქვენზე დამოკიდებული. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ჩვენ, აი ამ სიგიჟის პირობებში ცხოვრობდეთ ჩვენ. პირველი რასაც გააკეთებს, რაც თქვენი განადგურებას დაიწყებს, თქვენი კლასის განადგურებას დაიწყებს, იმიტომ რომ პატიოსანი, კეთილსინდისიერი, კომპეტენტური საჯარო კლასი მის ინტერესი არ არის. თქვენ გაგყრით სამსახურებიდან პირდაპირ გეუბნებით და იმ პარტიულვიც აქტივს დაასაქმებს თქვენს ადგილას. აი ეს დრო არ არის შორს, ამიტომ ძალიან გთხოვთ,
ძალიან გთხოვთ დროზე მოდით გონს. ბადობერდია ადგილობრივი არჩევნების საკითხზეც უნდა გკითხოთ უკვე იმ ფონზე, როცა ფაქტობრივად ოპოზიციონერი ლიდერების გარეშე რჩება ოპოზიციური სპექტრი, აი მამუკა ხაზარაძემ გუშინ პატიმრობის განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული გეგმები არ უნდა შეცვალონ და თბილისის დეოკუპაციისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის ამ ბრძოლას მე და ბადრი ჯაფარიძე ციხიდან გავაგრძელებთო, ასეთი იყო ხაზარაძის განცხადება. აი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე თქვენი პარტიის გეგმებს თუ შეცვლის მოცემულობა, თუ კი გიორგი გახარიას ხელბორკილებს დაადებენ. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოში დაბრუნდება და თქვენ ამბობთ, რომ დაბრუნებას აპირებს. ბატონო, რას ვამბობ? დაბრუნებას აპირებს, ხო, გიორგი გახარია? რა ვიცი, ხა გასაქცევი გიორგი გახარია ჯერჯერობით არაფერი არ აქვს. რაც შეეხება თვითმმართველობის საკითხს, მე ვფიქრობ, ვიღაცის რა, ანუ პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა არ უნდა განსაზღვრავდეს პოლიტიკური ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებს და ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. მე ესე ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდანვე, როდესაც ეს პოზიცია დავაფიქსირეთ, არის უცვლელი. ჩვენ არც ერთი ბრძოლის ბასტიონზე არ ვიტყვით უარს და არც ერთ ბასტიონს ბრძოლის არ დავუთმობთ და დროშას არ ჩამოვწევთ. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია. ყველა ბრძოლაში შევალთ. ქუჩა იქნება, საერთაშორისო ასპარეზი იქნება, არჩევნები იქნება, ყველა ბრძოლაში. მე მგონი ქუჩაზე პირველად ალაპარაკდით არა, მე რამდენადაც მახსოვს, ხო, მაგრამ აქ ასე დავარცხნილ საპროტესტო აქციებს, ხო, არის. შედობიან პროტესტზე რა თქმა უნდა და არა რაღაცა არა და მე მინდა პირიქით გითხოთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მართლა რაღაც გაქვთ შესაძლებელი მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გულისხმობთ და ხომ არ ჩანს, რომ აი ეს პოლიტიკური ბრძოლის სტანდარტული მეთოდები და ასე ვთქვათ დავარცხნილი გეგმები არ მუშაობს ქართული ოცნების წინააღმდეგ. საჭიროა თორე რამე ახალი გეგმა, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოთ. მე ვფიქრობ მუშაობს ეს, იმიტომ რომ რეჟიმი ეხლა როგორც იქცევა ეს არ არის სტანდარტული ქცევა, ხო, რეჟიმის, მას უნდა დიქტატურა დაამყაროს ამ ქვეყანაში, ძიმე ავტოკრატია დაამყაროს ამ ქვეყანაში, შესაბამისად, ქართული ხალხის მშვიდობიანმა ბრძოლამ რაღაცა ტიპის შედეგები გამოიღო, მათ შორის არაღიარების თვალსაზრისით, ოცნების ხელისუფლების და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, უნდა ვიყოთ ბევრნი, უნდა ვიყოთ ქუჩაში. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღალა, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ხელები აქვს ჩამოშებული, მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენი ფასეულობები არ შეცვლა ამ ადამიანებს მიდამ მიმართოთ, თქვენი განწყობები არ შეცვლა. ამიტომ თქვენს ბრძოლას, ყოველდღიურ რუსთაველზე დგომას, მშვიდობიან პროტესტს არ აქვს მნიშვნელობა ეს ზუსტად რუსთაველის გამზირზე იქნება თუ თქვენ სოციუმში, თქვენს გარემოში, Facebook-ზე ჯერჯერობით გვაქვს ამის გამოხატვის შესაძლებლობა, თქვენ სამსახურებში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ საპროტესტო ტალღამ უნდა მოიცვას ქვეყანა და ჩვენ კიდევ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გვაქვს ვალდებულება ვიყოთ თანმიმდევრულები რეჟიმთან ბრძოლაში და რა თქმა უნდა ბევრი საერთო უნდა გამოვნახოთ. ახალი არჩევნები არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა, პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება. ბელარუსიც კი იძულებული გახდა გამოიშვა პოლიტიკური პატიმრები, ამიტომ მე და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხის ბრძოლა არ იქნება გაჩერებული და ის აუცილებლად დასრულდება ამ ადამიანების გათავისუფლებით, რაც თავარია. აი გიორგი ვაშაძე ამბობს მაგალითად შემოდგომიდან სერიოზული პროცესები დაიწყება საქართველოში და ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნებაო. თქვენს პარტიას რა მოლოდინი გაქვთ შემოდგომასთან დაკავშირებით? რა პროცესები შეიძლება ვნახოთ შემოდგომაზე, ან როგორ უზრუნველყოფს ოპოზიცია შემოდგომაზე, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის შექმნას, როცა ამას ახლა ვერ აკეთებთ, ან გიჭერთ არ ვიცი ვაშაძე კონკრეტულად რას გულისხმობდა, თუმცა ჩვენი გეგმა არის, რა თქმა უნდა, თანმიმდევრული, ყველა ბრძოლის გამოყენება, შემოდგომა არის დრო, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იმართება და მე ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვიმართო ხელები არ უნდა ჩამოუშვათ, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველა ბრძოლაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ბრძოლის მხოლოდ ერთი მეთოდი და რაღაც ყოველდღიურ რუსთაველის გადაკეტვა. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას ხომ არ სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ პლატფორმასაც ხომ არ დაუბრუნდებით? რა ვიცი, ამ პლატფორმასთან დაკავშირებით ჩვენ გაცხადებული პოზიცია გვაქვს, რომ ორი საკითხის გარშემო ამ პლატფორმის ნაწილი ვიყავით და აქ განსხვავებული მოსაზრებები არ არსებობს. იმის იქით ამ პლატფორმაზე რა ხდება მე არ ვიცი სიმართლედ. კარგი. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ გუშინ ახკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს თქვენ გარკვეულწილად შეეხეთ კიდეც რომეო მიქაუტაძის საქმეს.
ხო, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებას ედავებიან. მისი საქმე რას გეუბნებათ, ესეც გითხარით, რომ მიქაუტაძე ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მოიაზრება, არის მოსაზრება, რომ მიქაუტაძის დაკავება ერთგვარი გაფრთხილება ირაკლი ღარიბაშვილის. აი თქვენ რამდენად უყურებთ ამ საქმეს ასე და რატომ შეიძლება თუ კი ეს ასე შეიძლება იყოს ქართული ოცნება აფრთხილებდეს ირაკლი ღარიბაშვილს? ეს შიდა დაპირისპირების ამბავია, ხო? ანუ ეს კორუფციის გამოძახილი ხო არ არის ახლა რეალურად და რა თქმა უნდა კორუფციაში ერთი შეხედვით ჩანს რომ ეს ადამიანი ალბათ ჩართული იყო და მე ახლა არ დავარღვევ დანაშაულობის პრეზუმპციას, თუმცა ცალსახაა რომ აუხსნელია ის დაუსაბუთებელი ქონება რაც შეიძლება ამ ადამიანს კონდეს დეკლარირებული. ამიტომ ეს არის რომეოების ხელისუფლება, ჩემო მეგობრებო. რომეო ერთი ადამიანია, ფასადურად გაჩვენებენ, რომ კორუფციას ებრძვიან, თორე კორუფციას აი ფაქტობრივად ობობასავით აქვს ქსელი გაბნული. თქვენ ხო იცით ძალიან კარგად. აი მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებელო ადამიანებო, რომ თქვენ ზემდგომი თანამდებობის პირები როგორ აკეთებენ ფულს. მათ შორის ოცნების მერების მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, როგორ არიან ტენდერებში ჩართული. ძალიან კარგად იცის რა ქსელი აქვს აშენებული. ზუსტად აი კორუფციულ ლოიალობაზე დგას დღეს ოცნების რეჟიმი. ამიტომ ვერავის ვერ დააჯერებენ თითქოს კორუფციას ებრძვიან ერთ მხარეს და მეორე მხარეს თქვენ წარმოიდგინეთ მალავენ დეკლარაციებს მალავდნენ აქამდე და უამრავ რო გადმოვიღოთ ფაქტობრივად დეკლარაციები მანდ ნახავთ თანამდებობის პირის დეკლარაციებში რამხელა შეუსაბამობა 3-4 ხელფასი საჯარო მოხელეები მოსამსახურეები აშენებენ რა ვიცი 100,000-იან 200,000-იან სახლებს ყიდულობენ რაღაცა წარმოუდგენელ ფუფუნების საგნებს მანქანებს ხო არ შეიძლება ეს ბუნებრივად არათავსებადია რა თქვენ ყოფნით თქვენ უბრალოდ სოცდაუცველებად გაფორმებენ იქ 300 ლარიან ხელფასებზე გაფორმებენ და თვითონ აი ესე პირდაპირ ფორმით ვიტყოდი აი ღორული ცხოვრებით ცხოვრობენ რა აი ღორული ცხოვრებით აი ეს არის ამათი სტილი და აი ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში თორე სამართლიანობა არ იქნება არც თქვენი შვილისთვის და არც თქვენი მეგობრებისთვის არც თქვენი ოჯახის წევრებისთვის მადლობა თქვენი დასასრული და ჩვენიც და ამ ქვეყნისაც მადლობა მეტად გადაგიხადოთ ბატონ ბერდია სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით ბერდია სიჭინავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს ახლა რეკლამის შემდეგ ნინო დოლიძე შემოგვერთდება ასე რომ დაგვერდით მაშასე რეკლამის შემდეგ ბრუნდებით და ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძეა ჩვენთან ერთად გამარჯობა კაპიტან ნინო და მადლობა რომ შემოგვერთით კაპიტან ნინო გადაცემის სამ ნაწილსაც ხსნით იმ სურათის შეფასებით რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მიმართებაშია შექმნილი ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერებს და ეს პროცესი გრძელდება გუშინ სამ პოლიტიკურ ლიდერს სურაბ ჯაფარიძეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეუფარდეს პატიმრობა ამ დღეებში კი დადგება კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ განაჩენი. რა შეიძლება ითქვას ამ მოცემულობაზე? ხა უცხოეთში ამბობენ და ცალკეული ევროპარლამენტის შეფასება, რომ ქართულმა ოცნებამ დიქტატურის გზა აირჩია. თქვენთვის რისი სიგნალია ხელბორკილებ დადებული ოპოზიციონერი ლიდერები? ხო, პირველ რიგში მე აუცილებლად უნდა დავიწყო ჩემი მხარდაჭერით და სოლიდარობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გადაწყვიტა პრინციპული ბრძოლა, თავგანწირვა იმისაც რომ სამშობლოსად მიერთგულება და სიყვარული დაედასტურებინა, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ადვილი ხო, ასეთი გადაწყვეტილება რომ ციხეში მიდიხარ, იმიტომ რომ ხარ ერთგული თავი გაწირა ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მძიმე, ამიტომ ჩემი მხარდაჭერა, მაგრამ რასაც ჩვენებს ეს? აჩვენებს იმას რომ თუ კი ადრე ქართული ოცნება და ბიზნესში რაღაცნაირად მოჩვენებითად მაინც ცდილობდა რომ თქვათ დემოკრატიის რაღაც ელემენტები მაინც შეენარჩუნებინა, ახლა ეს მოჩვენებაც აღარ არის და მათ გადაწყვიტეს სრულად ავტორიტარიზმისკენ, ანუ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია ამ ქვეყანაში და თუ კი რაიმე არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, თავისუფლების სივრცეები, ეს სივრცეები სრულად ამოქოლონ და ამოავსონ. ეს არის მათი გადაწყვეტილება სავარაუდოდ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ამდენი პოლიტიკური ლიდერი ყავდეს უკვე ციხეში, მათ შორის სრულად ასე ვთქვათ, შექმნილი პოლიტიკური მიზეზით, იმიტომ რომ კომისიასთან დაკავშირებით უკვე არაერთი მსჯელობა ჰქონია, ხო, შექმნილი ეს კომისია. აი ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ. მაგრამ უბრალოდ ვიტყვი რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი, როდესაც ყავს, საქართველოს ეს არასოდეს ჰქონია და რაღაცა ნამდვილად უტოლდება მალე ჩვენი ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმებს ამით,
აჩვენებს პირდაპირ რომ ქართულ ოცნებას აღარ სურს რაიმე დამალოს და ისინი პირდაპირ აცხადებენ რომ მიდიან ავტორიტარიზმისკენ და მათ შორის საერთაშორისო იზოლაციანიზმისკენ, იმიტომ რომ სავარაუდოდ არც ეს აღარ ადარდებთ რა სიტყვიან ამასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გაშვების მიზეზია საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიცია მინდა გაგაცნოთ, კანონს არ უნდა დაუპირისპირდნენ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა თუ კომისიაზე არ ცხადდები, ისე როგორც ამერიკაში კიდევ უფრო კაცრი ზომებია. სამართალი აღსრულებას მოითხოვს და აქ ქართული ოცნება არაფერ შუაშია, ასე ამბობენ მართლ პარტიაში. დავსვათ მოდით ეს კითხვაც კიდევ ერთხელ. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადება. არის თუ არა კანონის დარღვევა? ხო, ნახეთ, ზოგადად, ჩვენ რო ცხოვრობდეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, საგამოძიებო კომისია, როდესაც შეიქმნება და მან და გამოცხადება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. კონტექსტი არის შემდეგი. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევების ფონზე და საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მათ შორის ჩემმა ორგანიზაციაც და ბევრმა სხვამაც თქვა, რომ არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და შესაბამისად ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და მაშინ, როდესაც ამ საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, შესაბამისად იქ შექმნილ რაღაცა კომისია იქნება თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ აქტივობებს და ქმედებებს ამ პარლამენტისას თავისთავად არ აღიარებს და ასევე მეორე, ვთქვათ თვლით რომ პარლამენტი ლეგიტიმურია და კარგად ჩატარდა არჩევნები. კომისია თავად როგორ იქნება, ამას აქვს თავისი პროცედურები გაწერილი, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობა აქ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი თავად პარლამენტის ლეგიტიმაცია დგას, მეორე ამ კომისიის შექმნის სამართლიანობა, ამიტომ მანამ სანამ კომისიის მისვლაზე ვისაუბრებ და ამის სამართლიანობაზე, თავად კომისია როგორ შეიქმნა და აქვს თუ არა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, ამაზე გვაქვს ხო სასაუბრო. ამიტომ მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება და არა შედარება რომელიმე ევროპულ სახელმწიფოზე, სადაც დემოკრატია არის და კომისიაც დემოკრატიულად იქნება, არჩევნებს დემოკრატიულად ტარდება და აღიარებაც არის ხოლმე. ჩვენთან ქვეყანაში ქვეყანა გასულია ხო რაღაცა ჩარჩოდან უკვე იქნება ეს პოლიტიკური კრიზისია და სამართლებრივი ჩარჩოდან და ამ საპარლამენტო არჩევნებს რაც მოყვა ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციის ლიდერებს აქვს, რომ ისინი არ აღიარებენ ამ პარლამენტს, არ აღიარებს ამ პარლამენტს ძალიან ბევრი სხვა აქტორის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები თუ საერთაშორისო ველზეც ამ არჩევნებს აღიარებენ, ჩვენ ფაქტიურად არ გვინახავს, ამიტომ კონტექსტი არის გასათვალისწინებელი, ვიდრე ქართული ოცნება ამ ყველაფერს. კიდევ ერთი კითხვა ამ თემაზე, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე ვარი, არ არის მძიმე დანაშაული, ხო, ეს მუხლი, შესაბამისი მუხლი ერთ წლამდე პატიმრობის გარდა სასჯელის სხვა და უფრო მსუბუქ ზომის, მათ შორის გადახდა, მათ შორის გირაოს, ისე როგორც თანამდებობის დაკავების აკრძალვას, თუმცა სასამართლო მიმართავს აი მაინდა-მაინც ყველაზე მკაცრ ზომას პატიმრობას. ჯერ ერთი როგორ ფიქრობთ, რატომ? და მეორე მხრივ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ზოგადად როგორია სასამართლო პრაქტიკა, ანუ მსუბუქ დანაშაულებზე რამდენად ხშირად მოდის ხოლმე ყველაზე მკაცრი სასჯელი? ხო, ნახეთ, ძალიან სწორია, რომ შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო გირაო და ჩვენ იგივე მაგალითად მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ, რომ თქვა წინასწარ პატრონობასთან დაკავშირებით გირაო იქნება. იქნებ ასე აპირებდნენ ეს ადამიანები გაგრძელებას, ხო? გასაგებია, რომ თქვა ზურა ჯაფარიძემ და გვარამიამ სხვა გზა აირჩიეს, მაგრამ აქეთ სხვა გზა იყო არჩეული. ამიტომ რატომ მოხდა, ხო? ესეთი პირდაპირ უკვე მძიმე ფორმის გამოყენება, ეს აჩვენებს იმას, რომ კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს რეპრესიული გზით წასვლა და არა ვთქვათ ადამიანის უფლებების გზით წასვლა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნაკლებად, ასე ვთქვათ, მძიმე გადაწყვეტილების მიღება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას არ სურს ადამიანის უფლებებზე მორგებული დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება და მათი მიზანი არის ადამიანების, ასე ვთქვათ, რეპრესიული გზით შეგნებულად ასე წასვლა, იმისაც რომ ადამიანებში გამოიწვიოს ნიჰილიზმი, დაშინება, რომ ეს იყოს სამაგალითო დასჯა იმ ადამიანების, რომლებიც წინააღმდეგობას ბედავენ და სხვას რო არ კონდეს იგივე წინააღმდეგობის განცდა. ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რომ მათ გადაწყვეტილი აქვს სრულად დასჯის მეთოდით წასვლა და იგივე ეხლა ცვლილებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგალითად გამოხატვის თავისუფლებაში ასე მიდის აქაც. სულ რამდენიმე წუთში დაგისვათ აი ამ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე კითხვას, იქამდე პატიმრების თემა მინდა განვაგრძო, ბევრი პატიმარი ყავს ნამდვილად დღევანდელ ხელისუფლებას და არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, აქციის მონაწილეები, აქციის სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის გასულ კვირას დააპატიმრეს კიდევ ერთი აქტიური ქალი, ნინო დათაშვილი და ერთი კითხვა მინდა რომ მასეც დავსვათ, დათაშვილს მანდატურის სამსახურის წარმომადგენელზე თავდასხმას ედავებიან, მას ამ დროისთვის ახლოთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. აი ნინო დათაშვილის საქმე რას გეუბნებათ? როგორც ამბობენ, არსებობს კადრები, სადაც ჩანს რომ ის ხელს იქნევს მანდატურის
სამსახურის წარმომადგენლების წინააღმდეგ. კი ბატონო, აქვე ასევე ჩემი სოლიდარობა ნინოს, ნამდვილად გამორჩეული აქტივისტია ის და ჩვენ ვუყურებთ როგორ იბრძვის ის ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის და არსებობს ასევე კადრები, როგორ ექცევიან მანდატურები მას. ამიტომ მე საერთოდ არ მიყვირს იმ მდგომარეობაში, როდესაც შენ ფიზიკურად გისწორდებიან, შესაძლოა ბუნებრივად რაღაცა შენს მოიქნიო ხელი, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი რეფლექსია ადამიანის, რომელიც გააჩნია, ხო, როდესაც გირტყამენ, ძალიან რთულია მეორე ლოყა შეუშვირო, გადარჩენის ინსტინქტია ელემენტარულად. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ პირველ რიგში როგორ მოექცენ მანდატურები ნინოს და ასევე ნინოსთან დაკავშირებითაც შეიძლებოდა სხვა ფორმა გამოეყენებინა მოსამართლეს და არა პატიმრობა. ხო, აქაც ხო შეიძლებოდა იგივე ყოფილიყო პატიმრობის ნაცვლად, თუნდაც თქვათ მან ფიზიკურად რაღაცა სცადა გარისწორება, ხო? მანდატურის მიმართ აქაც შეიძლებოდა სხვა ფორმის გამოყენება უფრო მსუბუქის იმის გათვალისწინებით, რაც ნინომ თქვა, რომ მას ყავს აბიტურიენტის შვილი და ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მასთან დაკავშირებით ჩვენ იქ მოვისმინეთ, ხო? ესეც ჩემი აზრით აბსოლუტურად მძიმე ფორმის გამოყენებაა ნინოსთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ყველა პატიმართან, სინდისის პატიმართან დაკავშირებით. ნამდვილად არ არსებობს ხოლმე არც მიმალვის საფრთხე და ან ვის ზემოქმედება უნდა მოახდინოს რომელ მოწმეზე, ხო? თუ კი აქვთ მით უმეტეს კადრები ამის დამადასტურებელი, ამიტომ აბსოლუტურად არგუმენტების გარეშე ხდება ამ ადამიანების მიმართ ძიმე გადაწყვეტილებებს იღება და მათ მაგალითად წინასწარ პატიმრობაში გაშვება, მაშინ როდესაც იგივე გირაოს ფორმის გამოყენება შეიძლებოდა. ამიტომ დასკვნა ნამდვილად ეს არის, რომ რეპრესიები დაშინება ადამიანების და რაღაც კადრები, რომელიც ნინო დათაშვილის დაკავებას ასახავს, სასამართლოს შენობის ფოიეშია გადაღებული, თუმცა ახლა უკვე კანონში დაგეგმილი მთელი რიგი ცვლილებებით სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია იქნება დაუშვებელი, გადაღების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. რით იხსნით ამ ცვლილებებს, მარტივად კითხავთ და ხო აი რა შეიძლება იყოს ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის მიზეზი სასამართლოში თუ სასამართლოს ტერიტორიაზე? კი, ნახეთ, ჩვენ რას ვასკვნით ბოლო პერიოდში, ვხედავთ, რომ რაღაც, როდესაც ქართულ ოცნებას რაღაცას დაკავშირებით სისუსტე ჩანს, შემდეგ ცდილობენ ამ ყველაფრის ამოქოლვას უკანონო კანონებით და არასამართლიანი კანონებით. იგივე მაგალითად, როდესაც დაინახეს, რომ მოქალაქეები პროტესტს აგრძელებდნენ, მათ გადაწყვიტეს მაგალითად ჯარიმების გაზრდა. ან როდესაც ნახეს, რომ მოქალაქეები იყენებდნენ რაღაცა პირბადეს, შემდეგ გადაწყვიტეს ამის აკრძალვა. ახლა როდესაც ისინი ხედავენ, რომ ხდება სასამართლოს გაშუქება და უსამართლო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ძალიან დიდ ჯგუფს აქვს, რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულება, ძალიან რთულია იმის ყურება, როგორ უშვებენ ახალგაზრდა ადამიანებს ციხეში, იგივე მათესთან დაკავშირებით ეს ემოციური, ასე ვთქვათ, ვიდეო თუ ფოტო მასალა და ახლა ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება აი ამ პროცესებისადმი, რაც სასამართლოში ხდება, რომ არ გახდეს საზოგადოების მხრიდან მხარდამჭერი, იგივე ამ მოქალაქეების, რომელსაც უკანონოდ იჭერენ, ისინი ცდილობენ ახლა ესეც, ასე ვთქვათ, ამოქოლონ ეს სივრცე, რომ ის რაც ხდება სასამართლოში, ეს აღარ მივიდეს საზოგადოებამდე, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით პროსახელისმწიფო მედიას, ისინი არ აშუქებენ იმ ყველაფერს, რაც სასამართლოზე ხდება, ხო? აი იმ ძალიან ემოციურ კადრებს, რაც ჩვენ ვიხილეთ, ხო? მაგალითად ოჯახის ურთიერთობას, იგივე დაკავებულ ადამიანებს, სხვა ბევრი რამ, რაც არის ძალიან ემოციური და რაც აჩვენებს ქართველების მხარდაჭერას აი ამ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ, მათ სურთ, რომ ეს სოლიდარობა აღარ არსებობდეს, ეს გრძნობები, რომელიც ადამიანებს გააჩნიათ უკანონოდ არ არსებობდეს, ამიტომ უნდათ რომ ახლა სასამართლოს ჩაიჭეროს კიდევ ერთ კანონში ცვლილებებს და ქართული ოცნება იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონსაც ცვლის უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება, დაჩქარებული წესით აპირებს პარლამენტი ამ ინიციატივის განხილვას. ხო, აი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული რიგი უფლებებისა და პრივილეგიების გაუქმება. ეს რას ნიშნავს ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის ამბიცია აქვს, იმიტომ რომ აი მაგალითად მამუკა მდინარაძის თქმით, ესეც აგენტების მხრიდან გარედან თავს-მოხვეული ერთ-ერთი პირველი კანონია. ხო, ნახეთ, სხვათა შორის ქართული ოცნება მახსოვს მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში ძალიან ამაყობდა იმით, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენ გაცილებით სხვა, ასე ვთქვათ, სივრცეში გადავიტანეთო და რაღაცა ეს იყო მათთვის სიამაყის საგანი და მათ შორის მე ძალიან ვამაყობდი, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მაგალითი გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით და ეხლა რაც ხდება არის ის, რომ ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, დაფუძნებულია სწორედ ამაზე,
იმაზე, რომ ეს ადამიანები იღებენ ინფორმაციას, იქნება ეს სოციალური ქსელების მეშვეობით, მედიის მეშვეობით და ასე შემდეგ და ხედავთ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. თუ ქართული ოცნება ხედავს, რომ ეს წინააღმდეგობა გრძელდება სწორედ იმის გამო, რომ არსებობს გამოხატვის თავისუფლება, არსებობს სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ და ადამიანები ამ ყველაფერს აფიქსირებენ, რაც იწვევს შემდეგ ინფორმაციის გავრცელებას და ჩემი აზრით ესეც მიმართულია იმისაკენ, რომ ჩაიხშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი და პროტესტის მინელებისა და ჩახშობისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული, იმიტომ რომ ამდენი თვე ქართული ოცნება ხედავს, რომ პროტესტი არ ნელდება, მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას, რუსთაველს ყოველდღე დგას ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღიდან, ხან არის ბევრი, ხან ცოტა, ხედავთ რომ სასამართლო პროცესებზეც დადიან ადამიანები და ეს ყველაფერი ხო იმის შედეგია, რომ ჩვენ ამ ინფორმაციას ვავრცელებთ, მაგალითად Facebook-ზე ვწერთ, მედიაში ვრცელდება და ასე შემდეგ ინტერნეტის საშუალებით, ეხლა ცდილობენ ეს სივრცე შეამცირონ, მათ შორის ეთყობა ძალიან გაღიზიანდნენ ისინი აი მონას ძახილთან და ამასთან დაკავშირებით და ეხლა ეს ყველაფერი უნდა შეზღუდონ. იგივე ცილის წამებასთან დაკავშირებით შედის ცვლილება და მაგალითად აღარ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ ცილის წამება ზიანის მიმყენებელია ადამიანისთვის, ხო? და ნებისმიერ შეურაცხყოფა შეიძლება ჩაითვალოს, ასე ვთქვათ, ამ კანონით უკვე დანაშაულად, ამიტომ კიდევ უფრო და უფრო მეტად ისინი ცდილობენ ადამიანების გამოხატვას შევიდნენ იმისათვის რომ გააჩუმონ, მაგრამ არ მგონია რომ შედეგს მიაღწიონ, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ რასაც ვაკვირდებით. ისინი ახალ კანონს იღებენ, საქართველოს მოქალაქეები სხვა გზას ეძებენ იმისათვის რომ გამოხატონ თავისი პროტესტი. ამას უყურებთ უკვე რამდენიმე თვეა, შეეცდებიან ჩაახშონ ერთი გზით, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ სხვა გზას იმისათვის რომ კი ბატონო საქართველოს მოქალაქეებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ქართონინო, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ და დავასრულოთ მოდით იმით, რაზეც დავიწყეთ საუბარი, დაკავებების სერია, რომელსაც ხედავთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი არა და უკვე ნახევარ წელზე მეტია. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ხელისუფლების შემდეგი სამიზნე? გუშინ ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელებს, სადაც წერდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ოპონენტებს გაანეიტრალებს, დადგება არასამთავრობო სექტორის ჯერიც. რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ ის რაც ახლა ხდება მესამე სექტორის აქტიურ წარმომადგენლებთანაც მივიდეს, ანუ საქმეების აღძვრას, აქტიური პირების დაპატიმრებას არასამთავრობო სექტორშიც თუ ელოდებით. კი ბატონო, თქვენ იცით, რომ სხვათა შორის ეს ბრძოლა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გააჩაღა დემოკრატიის წინააღმდეგ, არასამთავრობოებით დაიწყო, ხო? იგივე ყველაზე აქტიურად 2023-ში, როდესაც პირველად რუსული კანონი შემოიღეს. ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაზე თვალსაჩინოდ, რომ ქართული ოცნება სრულად შეტრიალდა დემოკრატიული განვითარებისგან. შემდეგ სხვა აქტორები იყო, მაგრამ არასამთავრობო სულ უბრუნდებოდა. იქნებოდა ხან რუსული კანონი, შემდეგ ეს ივანიშვილის ფარა, გრანტების შესახებ კანონი და ასე შემდეგ. სხვადასხვა გზით ცდილობდა გადაეკეტა სიცოცხლის უნარიანობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ეხლა ვნახეთ, რომ უკვე 8 ორგანიზაცია თუ არსებდა, მათ შორის სამართლიან არჩევნებსაც მიუვიდა გუშინ ეს წერილი რაშიდ კუპრაშვილისგან, რომ ითხოვენ აურაცხელ ინფორმაციას, მათ შორის დაცულ საიდუმლო ინფორმაციას იგივე ბენეფიციარებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩემი აზრით ესეც არის უკვე ერთ-ერთი ნაბიჯი იმის მანიშნებელი და იმისკენ მიმავალი, რომ მათ ალბათ უნდათ რომ აღძრა საქმეები სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ. მე ამას ველოდები, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ჟანრის კლასიკა ავტორიტარიზმი ასე მიდის, აღარავის არ ტოვებს და ველოდები კი ამას, რაც რა თქმა უნდა ძალიან რთული და მძიმე იქნება, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის მზად არის. ახლა კი არა, უკვე დიდი ხანია მზად არის. ყველას გათავისებული აქვს ეს რა ბრძოლაა, ეს არის ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა და ამ ბრძოლაში მსხვერპლი სამწუხაროდ აღმოჩნდა საჭირო და დაკავებულია უკვე არაერთი ადამიანი და შესაძლოა უკვე ამას მოყვეს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, მაგრამ უკან დახევას არ აპირებენ ადამიანები. რა შეეხება იმას, რომ ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან კონკრეტული ინფორმაციებს ითხოვს ამ საკითხზე, გუშინ რაჟდენ კუპრაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ქმნიან სპეციალურ პლატფორმას, სადაც ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე გააციფრულონ, რომ პერსონალური ინფორმაცია იქნება დაცული. ახალი პლატფორმა რამდენად მოხსნის იმ კითხვებს, რომელიც ამ საკითხზე არსებობს. ნახეთ, აბსოლუტურად აბსურდულია ეს რაღაც ახალი პლატფორმის შექმნის სურვილი და მცდელობა, თუ კი მათ უბრალოდ აინტერესებთ გრანტების შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ აღარ მინდა 2 წლის წინანდელ დისკუსიაში შევიდე, მაგრამ მათ ყველაფერი იციან გრანტებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ასევე სამოქალაქო საზოგადოებას ყველას აქვს
ასე ვთქვათ, განთავსებული საკუთარ ვებგვერდებზე ყველა ტიპის გრანტი, მიღებული ოდენობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს დამატებითი არანაირი საჭიროება არ არსებობს და კიდევ ერთხელ რაც არ უნდა თქვას რაჟდენ კუპრაშვილმა, ჩვენ ნახეთ ის წერილები, რომელიც არის გამოგზავნილი და მედიაში გავრცელდა ხო ეს, როგორ ითხოვენ ბენეფიციარებთან დაკავშირებით ინფორმაციას. ამიტომ რაც არ უნდა ამტკიცოს ახლა რომ ეს არ გაგვიკეთებიაო წერილები ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შეიცავს. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ვიბრძოლებთ მანამ სანამ საჭირო იქნება და აუცილებლად გავიმარჯვებთ დარწმუნებულება. მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით. ნინო დოლიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე 11-ზე შევხვდებით.